სატელეფონო ჩართვით სტუმარი ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე. ბატონ ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, თქვენ იცით, ბოლო 6 კვირაში 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული. პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად, აცხადებს კახა კალაძე. იცით, თქვენი შეფასება მაინტერესებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებას როგორ უყურებთ და როგორ ხედავთ? სხვათა შორის მეტნაკლებად ალბათ გასაგებია, რომ კანონდარღვევა არ არის მისასალმებელი და არ უნდა დაუშვათ და უნდა შევეცადოთ, რომ არსებული კანონების დაუპირისპირდეთ ამ ხელისუფლებას. უბრალოდ მე თქვენს მსმენელს მოუწოდებდი, რომ გაამახვილოს ყურადღება შემდეგ გარემოებებს. ესე იგი თქვათ, გიორგი გახარია, რომელიც მივიდა კიდეც სამსხდომაზე. ეხლაც მზად არის უბრალოდ ვიზიტი აქ, რომ ჩაერთოს დისტანციურად და მაინც განცირულია დაჭერისთვის. ან მამუკა ხაზარაძე არ მივიდა ამ სხდომაზე, მაგრამ არსებობს ხო ძალიან სოლიდური და მაღალი ფინანსური ჯარიმა, გადაიხადა ის ჯარიმა, მაგრამ ისიც დაიჭირეს. ხა სხვები არ მივიდნენ, ან ჯარიმა არ გადაიხადეს და მათ დაჭერა, გასაგები, ასე რომ ეს უნდა გამოვყოთ ჩვენ და გამოვკვეთოთ, რომ დღეს ქართული ოცნების პოლიტიკა არის ასეთი, მიხვალ დაგიჭერენ, ჯარიმას გადაიხდი, მაინც დაგიჭერენ, არ მიხვალ, მაინც დაგიჭერენ. ასე რომ აქ კანონდარღვევასთან, კანონის პატივისცემასთან, ქართული ოცნების მხრიდან კანონის ერთგულებასთან კი არა გვაქვს საქმე. გვაქვს საქმე ქართული ოცნების სურვილთან, რომ დაიჭირონ ყველა. დღეს ქართული ოცნების პოლიტიკა არის ესეთი ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ყველანი ციხეში. და იქ მომავალში უნდა ველოდეთ ამ პოლიტიკის გაგრძელებას. თქვენ გახარია ახსენეთ, განწირულია დაჭერისთვისო. ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს ქართული ოცნება? რა დაუშლის ქართულ ოცნებას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. დღეს აღძრეს მათ უკვე გუშინ პროცესი, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვან, შესაბამისად გაუქმდება იმუნიტეტი, რომელიც როგორც დეპუტატს ბოიკოტში მყოფ დეპუტატს გახარიას აქვს და დაიჭერენ. არაფრის აღარ ერიდებათ, არაფერზე უკან აღარ იხევენ და 7 თუ 6 ოპოზიციონერი უკვე ციხეშია და ემატება უკვე, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი. თან ჩვენ ხო ვიცით ოფიციალურად დაჯაროთ ღიად პირდაპირ ეთერში განაცხადა ბატონმა ვიცნა ივანიშვილმა, რომ გახარია არის ყველაზე დიდი მტერი მისთვის პირადად და ყველაზე დიდი შურისძიება მის მიმართაც ამძრავებს ბატონ ივანიშვილს, ეს არის გახარია. და ჩვენ ყველა ვიცით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დავწნული თამაში, რომ ბატონი ივანიშვილი არის სასტიკი ადამიანი, არ შეუძლია პატიება და უყვარს ადამიანების ადგილზე გასრესვა და განადგურება. და გახარია არის მისი სამიზნე და მე როგორც იგი მოქალაქე ხარ ვიშტები ბატონ გახარია მის პერსონას კარგად იცნობ, უბრალოდ უწოდებდი მას, რომ ღილად იყოს, რომ მან შეიძლება გაიზიაროს ეს პაჩიაშვილის და რომელიმე სხვა მოტაცებული ადამიანის ბეჭი. ფრთხილად იყოს, აქ გულისხმობთ, არ დაბრუნდეს საქართველოში? მე მოუწოდებდი, რომ არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ გარანტირებული აქვს მას ამ ხელისუფლების პირობებში ყველაზე ძიმე მდგომარეობა ციხეში, ყველაზე რთული და ანგრევი სასჯელი და ყველაზე მეტად აღრენილები და დაგეშილები სწორედ მის წინააღმდეგ არიან. კი ბატონო ლევან, კიდევ რა მაინტერესებს, იცით, არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანმიმართულად გამს ქართული ოცნება ამ ნაბიჯებს და იჭერს ოპოზიციის ლიდერებს იმისათვის, რომ შემდეგ უკვე დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენოს ეს საკითხი. თქვენ ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას? მთავარი მიზანი ამ ყველაფრის არის სწორედ, რომ დასავლეთთან მერე სავაჭროდ გამოიყენონ. მთავარი მიზანი არის ალბათ ის ლოგიკა, რომელიც თანახლავს დიქტატურას, ხო? ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა არის დღეს ასეთი, რომ თუ ჩემთან არ ახარ, ჩემი მტერი ხარ, თუ ჩემთან არ ახარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაჩუნდე, განადგურდე და პოლიტიკურად აღარ იარსებო. ხა
შესახშიას გააკეთებდააში რა ქვია სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში მას გააკეთებდა ეს ჯერჯერობით არ ეხდუდეს მაგრამ პოლიტიკაში უნდა იყოს ან ჩემი მორჩილი ან უნდა იყოს განადგურებული ეს არის ლოგიკა მათი მოქმედების და ნუ ახლა დინებები რა თქმა უნდა არსებობს ზოგიერთი ვაჭრებენ ზოგიერთი არ ივაჭრებენ და ასე შემდეგ ხო უბრალოდ ეს ვაჭრობა ძალიან რთული ამბავია ასე ვთქვათ ძალიან დიდი ის უნდა კონდეს შენც რა ქვია ზონა და ნდობა რომ ასე ვთქვათ ამ ვაჭრობაში ჩაერთონ შენთან დასავლეთის წარმომადგენლები ხო აი მაგალითად ბატონი ლუკაშენკოს შემთხვევა რო განვიხილოთ როცა მან ყველა სხვას გადააბიჯა 3-4 წელი არც აჭრობდნენ ამ კაცთან ცალკეულ პოლიტიკურებზე. ეხლა რაღაც ვითარება იცვლება, დაიწყეს ვაჭრობა მასთან და ლუკაშენკო ასე თუ ისე ჩანს გავლენიანი ფიგურა, მრავალი წელია მართავს თავის ქვეყანას, არის ესე იგი მყარი და ესე იგი ღია დიქტატორი და არის ევროპის შუაგულში ცენტრში საჭირო ქვეყანა ხო საქართველოს სამწუხაროდ ჯერ ასე ვთქვათ ასეთი საჭიროც არ არის ერთი და მეორე ერთი სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ რომ საქართველოს დიქტატორი არც ჩანს არც სერიოზულია არც პატივწერენ არც აღიარებენ და არაფერს არ განუადგენს რომ ენდომ და მასთან ვაჭრობა დაიწყო ასევე ბატონ ლევან ალბათ კარგად ესმის ხო ქართულ ოცნებას ამ ნაბიჯებით დასავლეთთან ურთიერთობები ვერ დაალაგდება და არ დაალაგდება როგორ ფიქრობთ ეს მიზანმიმართულად კეთდება იმისათვის რომ საბოლოოდ ყველანაირი მოლოდინები იმისა რომ დასავლეთის მხრიდან გაცემული რეკომენდაციები არ გაითვალისწინოს და ამ ხაზს წერტილი დაუსვას წერტილი უკვე დასმულია ჩემი აზრით და კიდევ რაღაცები დაჭერა აღარ არის საჭირო წერტილი დასავლეთთან ურთიერთობებში ქართულ ოცნებამ დასვა ბოლო ხიდი დასვა ყველა ისასვლელი დასავლეთთან ჩახერგა და იმიტომ არის რომ ამდენს დედავს თორე რომ იყოს რაღაც ელემენტარული პატივისცემა თქვა დასავლეთის სახელმწიფოების და სხვა ასე ვთქვათ ინსტიტუტების საერთაშორისო ინსტიტუტების ფოტო შეკავებულად ასე რომ მე არ უკავშირებ ამ დასავლეთთან საბოლოოდ ჩახერგვის ამბავს პოლიტიკოსების დაჭერას იმიტომ რომ უკვე ჩახერგილია და უკვე ქართულ ოცნებას აღარანაირი შანსი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში თუ რაღაც დიდი ცვლილება არ მოხდეს სამყაროში არა აქვს რომ დაუკავშირდეს მას საინტერესოა როგორ ფიქრობთ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ქართული ოცნების მხარდამჭერი რომელიც ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას და ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს აი ქართული ოცნების ამ ნაწილის აღქმები როგორი შეიძლება იყოს მიმდინარე პროცესებზე იცით რა არის ქართული ოცნების ამომრჩეველი მრავალნაირია არიან ამომრჩევლები რომლებსაც აღარაფერი აღარ ეხმარებათ იმდენად მოწამლული მოშხამულნი არიან იმდენად ტოქსიკურ გარემოში იძინებენ და იბრძვიან აი ამ პროპაგანდის სამსახურებით რომ დაუღულებიან პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოოდ ნუ არიან ამომრჩეველთა მეორე ნაწილი რომელიც თავს იკუებს და ამბობს რომ აი ისინი უარესები არიან და უარესია ოპოზიცია და ქართული ოცნება უკეთესია და ეშინიათ აი ამ საერთაშორისო ვითარებს და იმის თავს იკუებს მე დარწმუნებული ვარ რომ გულის სიღრმეში არ არის მოხიბლული აი იმ მოვლენებით რაც ჩვენს ირგვლივ ხდება იმიტომ რომ ჩვენ საქმე არ აქვს თქვა პოლიტიკოსების დაკავების დროს ცალკეულ სისხლის სამართლის საქმესთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვაქვს საქმე მიდგომასთან მიდგომა ესეთია რომ ასეთი ჩემი ოპონენტი პოლიტიკურად ცოცხალი არ უნდა იყოს პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ამას ნებისმიერი ოდნავ პატრიოტი და ოდნავ გონიერი ადამიანი ხედავს ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ასე რომ თუ ისინი ხმას არ იღებენ დღეს აი ამ მასობრივ დაბადიბრებებზე ცენზურაზე აქტივისტების დაჭერაზე პოლიტიკოსების დაჭერაზე ფეისბუქის პოსტის გამო ადამიანების 5000 ლარით დაჯარიმებაზე ეს რაც უდიდეს ცოდვად დაედებათ მხრებზე ამ ქვეყნის წინაშე ქვეყნის წინაშე თავისი შვილების წინაშე ბატონ ლევან ამ საუბარში აღნიშნეთ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების ნაწილი
თავს იტყუებს მხარდამჭერების ნაწილი თავს იტყუებსო და იცით აქვე მინდა ჩაგეკითხოთ, აი რატომ გონიათ რომ თავს იტყუებს ეს ნაწილი იქნებ გულწრფელად სჯერა ამ ყველაფრის? გულწრფელად სჯერა ის მეორე ნაწილია მეთქი ხარით, აი ვინც მოწამულია და ტოქსიკურია და დიდი დასაღამომდე უყურებს მარტო იმას პოსტივის. ხო, ეს არის ესეთი გულწრფელად სჯერა ისეთი ამორჩეული და მე იმედი მაქვს რომ ისინი გათავისუფლებიან აი ამ შხამისგან ოდესმენ. ხოლო მეორე ნაწილია რომელსაც აი იმდენად ეშინია გეოპოლიტიკური ვითარების რაც სოფლიოშია შექმნილი ამ ომების წესხმის რომელიც ჩვენ სიმბოლური არის და იმდენად არ უყვარს ნაციონალური მოძრაობა რომ თვალს ხუჭავს აი ამ დანაშაულებებს რასაც გაგულდება ჩარგის და თვალს ხუჭავს ამ დანაშაულებებს და ისაკლები მალე მათ ჭიშკრებთანაც დაიჩოქებს და ამ დანაშაულის მare თავადაც გახდებია და მათი ახლობლები გახდებია და ასე შემდეგ. ასე რომ სანამდროა ხმა მოიღო, თორე ხვალ უკვე ხმის ამოსახების პირზე და დარება აღარ იასწრება. კი ბატონო, ანუ ის პირველი ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, მათი პროდასავლურობა გამოირიცხება? ისინი არიან პროსახელისუფლებო ამორჩევლები. თუ ქართული ოცნება ითქმის, რომ აი დასავლეთია კაი პროდასავლელები იქნებიან, თუ ითქვას, რომ რუსეთია კარგი, რუსეთის მხარეს იქნებიან. ხო, აი მე იმიტომ აღნიშნავ ხოლმე ხანდახან, რომ ძალიან დაემსგავსა ქართული ოცნების ზოგიერთი ამორჩეველი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევის ნაწილი იყო სექტარიანულად დამწყობილი. მიშას სექტა, მიშამ რაც არ უნდა თქვათ, მაინც მის მხარეზეა, ფანატიკურად არის მასზე მიჯაჭვული და დამოკიდებული. და ეხლა ჩამოყალიბდა და აქეთ მხარესაც ასეთი სექტარიანული ამორჩეველი, რომელსაც არ გია ინტერესებს, არც პოლიტიკურად ფიქრობს, არც ატარებს ერთმანეთს დასავლეთია, ჩრდილოეთია თუ სამხრეთია, უბრალოდ არის მიჯაჭვული ამ ქართულ ოცნებაზე და რასაც იტყვის ის, იმას იმეორებს ავტომატურად კრიტიკის გარეშე და იღებს ნებისმიერ საკვებს, რომელსაც გადმოხდის ქართული ოცნების პროპაგანდა. კი ბატონო, კიდევ ერთი განცხადება მინდა მთავრობას მივმართოთ, დავამთავროთ ეს ლაპარაკი, რომ ჩვენ ევროკავშირში შევალთ. 2030 წელს ან იარსებებს ევროკავშირი, ან არა. ჩვენი გზა გვაქვს. კავკასიელები ვართ ჩვენგან, წამოვიდა დღევანდელი ცივილიზაცია, საერთოდ განაცხადა გოგა ხაინდრავამ იმედის ეთერში. იცით, აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა, ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ მიმართულებით შეიძლება რიტორიკა წავიდეს? რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით შეიძლება წავიდეს რიტორიკა და აქეთ არიან დაცრულები ქართული ოცნების წარმომადგენლები. მაგრამ თქვენს უსმენელს თუ შეიძლება აი ამ განცხადების ანატომიას დაუხსნათ, ხო? ჯერ ეს ამ განცხადებაში არის არნახული უსაფუძვლო ამპარტავნება, უსაფუძვლო ნარცისიზმი. ჩინეთს არ უთქვამს, რომ ცივილიზაცია ჩემგან დაიწყო და შენ როგორ ამბობ, რომ მთელი მსოფლიობის ისტორია ამ ქვეყნიდან დაიწყო. რა საჭიროა გადაჭარბება და ეს როგორი იაფასიანი პოპულიზმია. ხო, ჩვენ სამშობლოს უამრავი ხილსება აქვს და აქ გვჭირდება ამ ხილსების მილიონზე გამრავლდება. ისედაც და პატივსაცემი და დიდი ქვეყნის შვილებია. ეს ერთი. და მეორე, რაღაცას საზღვარი ხო უნდა კონდეს. თქვენ ესეთი ადამიანი ხართ, ჟურნალისტი, განათლებული ადამიანი, მითხარით გოგა ხაინდრავას ერთი კინოფილმი. გარდა აი იმ რაღაც სერიალისა, რომელსაც გაფწოდა და გადაარჩა ბიძინა ივანიშვილი, ხო? კაცი თავის პროფესიაში არ ვარგა. ერთი ფილმი არის ისევ ქვეყანამ, რეჟისორს ეძახით. და ეს არ შემდგარი რეჟისორი პოლიტიკაზე მსჯელობს და გვეუბნება 2010 წელს ევროკავშირი იქნება თუ არა, რა კომპეტენცია აქვს. ვინ არის, რა ცოდნა აქვს, რაში გამოუხატავს ეს. ხო, ასე რომ აი ალბათ მსმენელი ამასაც უნდა დაუფიქრდეს, ხო? მე სამ საფეხურზე მაგალითად პოლიტიკა ნასწავლი, სამივე აკადემიურ საფეხურზე და აფიქრე ვასწავლი დასავლეთ ევროპის შედარებით პოლიტიკას. წერ და ვკითხულობ და ამიტომ ვაძლევ ხანდახან საკუთარ თავს უფლებას, რომ რაღაცა შევაფასო და ადამიანი რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია არც თავის პროფესიაში და არც ისე, მაგრამ სამაგიეროდ მილიონერია. ეს ადამიანი ხალხს აბრმავებს და ატყუებს აი
ამ იმაზე მომავალზე რაღაცა იმისავით ორაკულივით და ნათელმხრიველივით სჯეროს, ხო? ასე რომ თუ ოდნავ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ვართ ჩვენ და ოდნავ ვაზროვნეთ პოლიტიკის შესახებ, აზრი არ უნდა შევეკითხოთ გოგა ხაინდრავას. არც ალბათ კინოს შესახებ არ უნდა შევეკითხოთ, მაგრამ როგორ უნდა იშოვო ხატა ქვეყანაში მილიონები, სამი სოფელი ხელში როგორ უნდა ჩაიგდო, დიღომში სასახლე როგორ უნდა აიშენო, აი ამაზე შეიძლება დავუკვირდეთ. კი ბატონო ლევან, ჩვენი სასაუბრო დრო იწურება, თუმცა მინდა მოვასწრო დაგისვათ კითხვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ხო აღნიშნულთან დაკავშირებით, თქვენი აზრიც მოსმენილი გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს ამ გადმოსახედიდან მაინტერესებს თქვენი აზრი, ანუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ ხდება დღის წესრიგიდან? არ ვიცი, ვერ გეტყვი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არის კოორდინაციის თემა. ოღონდ მარტო პარტიებს შორის კოორდინაციის თემა კი არა. ეს უნდა იყოს შეთანხმების საგანი სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. უნდა დაიკადრონ, იმიტომ რომ ვითარება ესეთი არის შექმნილი დღეს, რომ წახვალ არჩევნებზე და საშინელება არ წახვალ და ეგეთ საშინელება. შესაბამისად რაღაც ინსტრუმენტად მე ვფიქრობ, რომ არსებობს შანსი, რომ ინსტრუმენტად, წინააღმდეგობის ინსტრუმენტად შეიძლება გამოიყენო არჩევნები, მაგრამ ამასაც შეთანხმება ჭირდება. თუ ეს შეთანხმებით ამაზე ინსტრუმენტადაც არ ივარდებს კეიჯიც. ასე რომ ეს მსჯელობის საგანია მთავარ აქტორებს შორის. კი ბატონო, თუმცა ეს მსჯელობა რაღაცნაირად შეიძლება ვცდებოდე და შემისწორებთ, მაგრამ რთულად მიდის, რატომღაც? ძალიან რთულად მიდის, იმიტომ რომ აქ სხვადასხვაობა არავის დათმობა არ უნდა და არავინ ერთმანეთს არ ელაპარაკება, მაგრამ ეგება ციხე მაინც გაერთიანოს ხალხი, ხო, გარეთ და მშვიდობაში და გაიცხოვრებაში ვერ შეთანხმდნენ, ეგეთ ციხეში რო არიან ყველანი და უკვე მართლა ნახევარი ნაბიჯი რო არის დარჩენილი უსკოლში გადაჭეყვდნენ, ეხლა მაინც ახალისდეს რაღაც დისკუსია, შეთანხმება და ესე იგი რაღაცა კონსენსუსი აი ამ აქტორებს შორის. კი ბატონო, და ბოლო ჩემი შეკითხვა ბატონო ლევან, მესმის რთული კითხვა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ, ანუ მთავარი და რადიო მსმენელისთვისაც ესეც მნიშვნელოვანია, მთავარი როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, ვიზე ან რაზეა ეს დამოკიდებული და ამ პროცესში რა როლი აქვს საერთაშორისო პარტნიორებს? საერთაშორისო პარტნიორების როლი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ვერ დაველოდებით, იქ დიდხანს კიდევ ვერაფერი ვერ გაირკვევა, ასე რომ ჩვენ მთავარია რომ არ გავწყდეთ ხელები ბოლომდე არ ჩამოვაყაროთ და რაღაც ახალი მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფორმები ვეციოთ, ასე რომ ესე იგი გამოსავალი არის გამძლეობაში და ახალ მეთოდებს და ფიქრში. ხო, იმიტომ რომ მართლა დიქტატურებს ერთი პლუსი ნამდვილად აქვს ის ახალისებს პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ფანტაზიას, თქვენ გახსოვთ ჩვენ დისიდენტები ხან მაღვიძარაზე დაამაგრებდნენ ხოლმე პროკლამაციებს და ისე ეკდნენ ხანჯრიდან და ხან რაღაც ქსეროქსის აპარატები რომ დამოკომებული არ იყო, აქ სულიად გასახმუდიასა თაბრიკო ჩხეიდეს, ქარხანა კონდათ როგორ გაებრალებინათ ტექსტები. ასე რომ აი ამის დრო არის ეხლა დიქტატურა ხსნის გზას ფანტაზიისთვის და ახალი წინააღმდეგობის ფორმების გამოცემისთვის. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და პასუხობდით ჩვენს კითხვებს. რადიო მაესტროს ეთერში იყო ინტერვიუ. ვალუტის კურსის სპონსორი